წმინდა თეოფანე დაყუდებული ლოცვის შესახებ წერილი მესამე. მე გწერდით სიმდაბლით ლოცვას, თქვენ კი მეკითხებით, განა შესაძლებელია სიმდაბლის გარეშე ლოცვა? ამის თაობაზე გეტყვით, ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც ამბობდა, ლოცვაზე პროცენტებისა და პენსიის ასაღებად მიდიხარ, თუ მოწყალების სათხოვნელადო. მეორე კი ყველას ასე აფრთხილებდა, ლოცვისას თავს შინაურულად დაიჭერთ ღვთის წინაშე. არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში არ ჩანს სიმდაბლე. არასწორი ლოცვის უამრავი გამოვლინება არსებობს კიდევ. თუ კი თქვენ, როგორც წერთ, მუდამ შიშითა და კრძალვით, შემოსრული გულითა და სიმდაბლით ლოცულობთ, დიდება უფალს. დიდი წყალობა მოუწია თქვენთვის ღმერთს, რადგან ასეთ ლოცვას უფალი იძლევა. მადლობა შესწირეთ მას და ევედრეთ, არ წაგართვათ ლოცვის ნიჭი. ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს. ვერც ტაძარში, ვერც სახლში, თუმცა ტაძარში ლოცვა უკეთესია. აქ ლოცვის სული ტრიალებს. კარგია რომ მუდამ ტაძრისაკენ მიილტვით, მაგრამ თუ ტაძარში წასვლა შეუძლებელია, რას იზამ, მაშინ ილოცეთ. სახლში როგორც გინდა, ისე ილოცებ. თავად განსაჯეთ, ამ დროს სრული თავისუფლება გაქვთ. ოღონდ კი გონებითა და გულით ღმერთს ადიდებდეთ. მადლობდეთ და ევედრებოდეთ. კარგია, უმეტესად ლოცვანით რომ ლოცულობთ. გულის ყურითა და გზნობით, ხანდახან კი საკუთარი სიტყვებით. ჯერ ლოცვა უნდა ისწავლოთ, ზალოცვებით, ხოლო ამის შემდეგ შეიძლება საკუთარი სიტყვებით ლოცვა. უფლისადმი აღლენილ ლოცვაში სიტყვები არ არის მთავარი, მაგრამ კარგია თუ ეს სიტყვები კეთილქმნილი იქნება. ასეთ მეტყველებას კი მხოლოდ ლოცვიდან თუ ისწავლით. თუ ლოცვის ძლიერ სურვილს იგრძნობთ, შეამოკლეთ წესი, ან საერთოდ მიატოვეთ კითხვა და ილოცეთ გულის კარნახით. ხოლო თუ ამის სურვილი გაგივლით და დრო გრჩებათ, უკვე ლოცვანით ილოცეთ. ამაში სრული თავისუფლება გეძლევათ. თავარია უფლისადმი მოწიწება გქონდეთ. ამგვარად იღვაწეთ. ხან გულის ყურით იკითხეთ, ხან კი თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ, საკუთარი სიტყვებით ილოცეთ. დროთა განმავლობაში ლოცვა სულ უფრო და უფრო გაძლიერდება და გულმხურვალე გახდება.